ბევრმა იცით და ბევრმა არ იცით, რომ ამ ზაფხულს გადავწყვიტე სამზარეულოს გარემონტება. რემონტი არასდროს გამიკეთებია და არ ვიცოდი ეს რა ჯოჯოხეთს ვეჭიდებოდი. მართალია, ერთ ზღინკიან სამზარეულოს ვარემონტებ, მაგრამ არც ეს ყოფილა მარტივი საქმე. შეატყობდით, რომ რეცეპტებს აღარ ვდებ ჩემი ძველი გადასაღები კუთხიდან. ჩემ დასთან დავქრივარ წინ და უკან, რაც ასევე არ აღმოჩნდა მარტივი გრძელვადიან პერსპექტივაში. მართალია, თვითონ რემონტი დამთავრდა, მაგრამ სამზარეულოს ავეჯი ჯერ ვერ გვეღირსება და კიდევ ალბათ ერთი თვე არ იქნება. ზაფხული მალე დამთავრდება, ბავშვები უსამზარეულო სახლში უნდა დავაბრუნონ და ვინაიდან ავეჯი ვერანაირი ძალებით ვერ ესწრება სექტემბრამდე, გადავწყვიტე ბევრი აღარ ვინერვიულო და ღვინოს მივეწყო. იმედია შემოდგომაზე ჯინსებში ისევ ჩავეტევი. აქ კარი მოჯახუნდა და კინაღამ შიშისგან გული გამისკდა. ხო მართლა, ღვინოსთან ერთად აჯაბსანდალსაც ვეძელები და სწორედ აჯაბსანდალს ვამზადებ. კარგი, მოდი ბოსტნეულის რაგუ დავარქვათ, თორემ ყაბაყით და ლობიოთი აჯაბსანდალის მომზადებას ბევრი არ მაპატიებს და გულყრებით შეიძლება დაიმართონ, ასე რომ არ გვინდა სხვის სოდვაში ფეხის ჩადგმა. იმდენი ვილაპარაკე, ამასობაში ჩვენი კერძიც მომზადდა. მწვანილები დავუმატე, ამოურიე და ყველაზე სასიამოვნო პროცესი იწყება. მე კატრში ვსინჯავ, დანარჩენები კი კატრს მიღმა. ჭამის დროს ცოტა ხნით მავიწყდება ჩემი პრობლემები. აი, ჭამის შემდეგ გამოფხიზლება კი არც ისე მარტივია. გემრიელად მიირთვით.